ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა სამინისტროს მხრიდან იმისთვის, რომ ქალაქ რუსთავში გაუმჯობესებულიყო ეკოლოგიური მდგომარეობა. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის თვითმონიტორინგის სისტემები, რომელთა ქონაც დაევალა ყველა მსხვილ საწარმოს და დღეს ფაქტობრივად ყველა მოქმედ საწარმოს აქვს უკვე დანერგილი უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა. დღეს ჩვენ გქონდა შეხვედრა სწორედ საწარმოების წარმომადგენლებთან, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ქალაქ რუსთავში შეიმჩნევა უსიამოვნო სუნის გავრცელება და ჰაერის დაბინძურების კუთხით გამოწვევად რჩება. ჩვენი მხრიდან შევთანხმდით, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტი გაინტენსიურებს კონტროლს ქალაქ რუსთავში არსებული საწარმოების, ერთის მხრივ რომ დაიდენტიფიცირდეს აი მძაფრი სუნის გავრცელების წყარო და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, საწარმოებს, რომლებიც არ ასრულებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომები კანონმდებლობის მიხედვით და მიეცეთ ვადა, რომ დროულად შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც მათ კანონმდებლობით ევალებათ. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო სამინისტროსთან ერთად შევხვდით საწარმოებს, მათგან მოვისმინეთ მიმდინარე ის საკითხები, რომელმაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ინტერესი რუსთავში მაღალია, თუ როგორ მუშაობენ საწარმოები და რას აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს გადაიარაღება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, რაც მთავარ შედეგს გამოიღებს და მთავარი შედეგი არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ აისახოს არც ერთი საწარმო საქმიანობა. დღეს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით მოხდა შეხვედრა რუსთავში მოქმედ ბიზნეს ოპერატორებთან. შეხვედრის შინაარსი ეხებოდა ქალაქ რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ქალაქის ისტორიული პრობლემაა და წლების განმავლობაში გარკვეული დადებითი დინამიკები შეინიშნება, მაგრამ პრობლემად რჩება გარკვეული სახით. შეხვედრა იმსახურებოდა იმას, რომ იდენტიფიცირება მომხდარიყო გარკვეული საკითხის რუსთავის მოსახლეობა რომ ბოლო პერიოდში ქალაქში გახშირებული იყო პერიოდულად სუნის პრობლემა, ასევე რიგი საწარმოების მხრიდან გარკვეული გამოფრქვევის, ასევე კანონის დარღვევის ფაქტებიც შეინიშნებოდა. ჩვენ შევთანხმდით აქტიურად, რომ გაგრძელდება მონიტორინგი სამინისტროს მხრიდან, რათა ეს პრობლემა უფრო კლებისკენ წავიდეს მომავალში. ჩვენთვის საერთოდ მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი საქმიანობის. რა თქმა უნდა, წარმოებამ უნდა იმუშაოს, ბიზნესმა უნდა იმუშაოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩვენ ეს სრულად გვაქვს გააზრებული ეს პასუხისგებლობა და ამიტომ არ ვიშურებთ არც მატერიალურ სახსრებს, არც დროს, ენერგიას იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ჩვენ წარმოებაში ამ მხრივ.